კონცეფცია და ეს ხედვა. ანუ შესაბამისად ჯერ კიდევ კონსერვატორებს არ აქვს საბოლოო პასუხი იმაზე მიიღებენ. გასაგებია. ახლა ლეიბორისტების არგუმენტი გვაინტერესებს, რატომ არ იღებენ? რატო არ მიდიან ისინი ფილარმონიაში 29 მოდი პირველად ის თქვათ, რომ ჩვენ მივესალმებით ამ აქტიურობას, რაც მეტი აქტიურობა იქნება, რაც მეტი ფრონტი გაიშლება, რაც მეტი წინააღმდეგობის ბარიერი და წინაღობა შეხვდება სააკაშვილს, მით უფრო დაჩქარდება ამ რეჟიმის დამსხვრევა და აქედან გამომდინარე ბუნებრივია მისასალმებელი ეს შეკრება, ორგანიზება და ამდენად, მაგრამ ისინი ნუ წარმოვიდგენთ, არ იქა ახლა გამოწერილი ბილეთია სააკაშვილის სახში წასვლისა ეს სახალხო კრება, ესეც ნუ წარმოვიდგენთ. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მისასალმებელია, კარგია, რაც მეტი ასე ვთქვათ წინააღმდეგობა შეხვდება სააკაშვილი და რაც მეტად წაიტეხავს კისერს და დაინახავს თელი საზოგადოება და გააქტიურდება ეს ყველა შეღებას პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაზე აქვს ყველა მოქალაქეს. ბუნებრივია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პარტიებს აქვს, საზოგადოებისათვის ცნობილ მოღვაწეებს აქვს და ასე და ასე შემდეგ და ეს გააქტიურება მე ვფიქრობ პროცესებს დააჩქარებს უფრო ადრე და მალე წაატეხინებს კისერს სააკაშვილს. კი ბატონო, თუ კი მიესალმებით იმ შემთხვევაში რატომ არ იღებთ მონაწილეობას ამ პროცესში? მე ორ სიტყვას დავამატებ. ეს მე მგონი არ არის პოლიტიკური პარტიების ფორმატი მაინც და მაინც. ეს თავისთავად კრების ფორმატი გულისხმობს, რომ ეს პარტიების კრება კი არ არის, ეს არის როგორც ტერიტორიული პრინციპით უნდა იყვნენ დელეგატები და ამ შემთხვევაში პარტიული წარმომადგენლობა იქ არც არის საკვანძებო მეტი. ეს არ არის, არ წარმოვიდგინოთ არავინ, რომ ეხლა რაღაცა პარტიების გაერთიანება ხდება აქ ან კოალიციის შექმნა. თავისთავად საკითხი რომ ეხლა პარტია რომელიმე პარტიულად შეუერთდება თუ არ შეუერთდება, მე მგონი ეს არის დგას. პერსონალურად ანუ კონკრეტულად კახაკუკავა. თელერიგის საკითხები, რომელზეც თანხმდებით, აი თქვათ, არის აი იგივე კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით. არის სხვა მრავალი რომ რეჟიმი აქ ქვეყანაში ჩამოყალიბებდა, რომ ბრძოლა ჭირდება ამ რეჟიმის დამსხვრევას და სხვადასხვა საკითხებია, რომელზეც საერთო ხედვა გაგვაჩნია ოპოზიციას. ამდენად კიდევ ერთხელ ვაცხადებ ახლა რაც საზოგადოების ფართო ფენები ჩაერთვებიან ამ წინააღმდეგობის ბრძოლაში, ეს შედეგს უფრო დააჩქარებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადღაც დევს თურმე გასაღები კანცელარიისა თუ სასახლე რო აიშენა ხონთქარივით იქ და აი იმ გასაღებს ამოღება უნდა და გაღება უნდა ემკარებს, ეგრე არ არის. პროცესი აჩვენებს, პოლიტიკური პროცესი აჩვენებს, სადაც წინააღმდეგობა იქნება, სადაც კაი გაგებით პოლიტიკური ჯახი იქნება, იქ იქნება თავას. კი ბატონო, პოლიტიკურმა წარსულმა არაჩვენა ოპოზიციას ის, რომ ცალ-ცალკე ბრძოლით თქვენ ვერ პოულობთ იმ გასაღებს, რომელზედაც თქვენ ახლა საუბრობთ, არამედ ერთიანი ძალებით, რაზეც საუბრობს ისევ ოპოზიცია, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. ერთიანი ძალებით უნდა იპოვოთ, თუნდაც ის გასაღები, რომელზედაც თქვენ მოდი ესე შევთანხმდით, რა სწორი გზა უნდა ავირჩიოთ და ამ სწორ გზაზე უნდა დავირაზმოთ. ნუ შევქმნით, ამან დაღუპა უახლოეს საქართველოს ისტორიაში ამ ქვეყნის ბედი გაამრუდა და დაღუპა, რომ არიქა ახლა ვიღაცა შეხვდა, ხელი ჩამოართვა, ეს ნიშნავს გაერთიანებას, ესენი ახლა ბუქს დაკრავენ, ნაღარას დაკრავენ, გადმოიღებენ იქიდან, ქვაქვაზე არ დატოვებენ იმ შენობიდან და საღამოს გარბოდნენ ვანო მერაბიშვილთან და მიხეილ სააკაშვილთან მოსალაპარაკებლად. ნუ შევქმნით ესეთი ილუზიას. თავარია სწორი გზა ავირჩიოთ. და ამ ბრძოლაში ვიყოთ უკომპრომისოები და მე არ დაიწყოს ვაჭრობა, აი ახლა მე იქ წავედი, მე არჩევნებში უნდა მივიღო მონაწილეობა, მე იმასთან უნდა გავრიგდე და საზოგადოებრივ მაუწყებელში რაღაც ადგილს მithმობს, მე აქ ვიცე-სპიკერის ადგილს მithმობს, იქ სადღაც საკრებულოს დივნის ადგილს მithმობს და ამაზე წავიდეს ვაჭრობა და იქიდან სასწაულებს შევქმნი. სწორ გზაზეა, თავარია სწორ გზაზე, ჭეშმარიტ გზაზე. წინააღმდეგობა თუ იქნება რეალური და ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ამ ბრძოლაში ვიქნებით ერთიანი, ამას ქვია ერთიანობა. და რა ის რომ არიქა ალიანსები გაკეთდეს და დაიწყოს იმაზე ჭიდაობა, ვინ რომელი და რამდენი კვოტა ექნება სიაში და მე იმ ადგილებიდან გადასხვაფერდებიან. უცებ რომ დაჯდებიან იქ საერთოდ კონსტრუქციულები ხდებიან სააკაშვილის. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ჩვენ ის გავარკვიოთ დღევანდელი გადაცემიდან, რომ კონსერვატორები და ლეიბორისტები რაღაც ბრძოლის პირველ ეტაპზე იბრძოლებენ იმისთვის, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომელზედაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში დღეს ვსაუბრობთ. ძალიან დიდი მადლობა. ბრძოლის არეალი და ხაზი არის ფართო და ყველა მიმართულებით შეტევაა განსახორციელებული. ყოველ შემთხვევაში თქვენ ამ საკითხზე თანხმდებით, ხო? საკითხები, რომელზედაც ვერ შეთანხმდებით. ყველა გზა, რომელიც ტაძართან მიგვიყვანს, ანუ ამ რეჟიმის დანგრევასთან მიგვიყვანს, არის ღვთიური გზა და ამ გზაზე უნდა ვიაროთ. თუ დაჭირდება ამისათვის, ხო? ყველაფერი უნდა გავიღოთ. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა გიორგი გუგავა, კახაკუკავა ჩვენი გადაცემის სტუმრებით. მადლობა ბატონებო იმისთვის, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმრები. ზუსტად 9 საათზე თქვენ გველოდებათ მაესტროს ახალი ამბები მაკა ცინცაძესთან ერთად 10 საათზე პირდაპირ საუბარი და ეკა ბერძის სტუმრები იქნებიან გუბა სანიკიძე, ნინო ბურჯანაძე. მე ხვალ ზუსტად 8 საათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.